მოკლედ დღეს ვისაუბრებთ, როგორ უნდა გავაკეთოთ After Effects-ში სხვადასხვა სახის ობიექტები. მაგალითად, წრე, ოთხკუთხედი და ასე შემდეგ. სამკუთხედიც მათ შორის. ზოგადად ის პატარ-პატარა ანიმაციები, რომელსაც ვხედავთ ხოლმე, ჩემი აზრით იქნება აი ამ უმარტივესი ელემენტებიდან რა, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ. ხო და ამებს რო დავამოღამეთ, როგორ იქნება მაგალითად უმარტივესი წრეწირი, მერე გაგვიმარტივდება იმის სწავლა თუ როგორ კეთდება სხვადასხვა რთული 2D ანიმაციები და ასე შემდეგ. ჩვენ რა თქმა უნდა შეგვიძლია ხელითაც გავაკეთოთ, მაგრამ აქვე არის After Effects-ში ჩაშენებული საწყისი basic ფორმები სხვადასხვა ობიექტების. სანამ უშუალოდ მაგ ფორმებზე გადავალთ, პირველ რიგში უნდა შევქმნათ ახალი კომპოზიცია, იმიტომ რომ ახალ მაგიდაზე გავაკეთოთ მოკლედ ეს რა. როგორც ყველაფერი ახალი კომპოზიციის გაკეთებაც სხვადასხვა გზით შეიძლება, მაგალითად მარჯვენა ღილაკს თუ დავაჭერთ აქ და new composition. ან როგორც მახსოვს აქედანაც არის შესაძლებელი. კი ბატონო. დავაჭირეთ new composition, ეს ძალიან აუწყფურად ბევრი არის. 21-60, 38-40, აი 4K რეზოლუცია 9:16-ზე ესე უმარტივესად გავაკეთოთ. ეს იყოს 30 და წამი იყოს, მოდი 10 წამი იყოს. მეტი არც დაგჭირდება. Duration-ი 10 წამი 00. კი ბატონო. ამას დავარქვათ number 2. ამ პირდაპირ ორიანი დავაწეროთ. ხო პირველს რა დავარქვით? ხო პირველს ერთიანი. აი აქ არის ამ კომპოზიციაში ის ფისოს ვიდეო, რასაც ვეჩალიჩებით. კატის ვიდეო, რა ფისო რაღაცნაირი სიტყვა არის. კატის ვიდეო. შესაბამისად მეორე ჩავაგდოთ პირდაპირ აქ, რომ ორგანიზებულად ვიმუშაოთ და ასე შემდეგ. Owens Reels-ი გავაკეთე შემეშალა. პირიქით უნდა იყოს ეს. ეს უნდა იყოს ზღვით. 21-60 ქვევით. ცოტა ბრტყელზე და პირზე და განიერზე ვივარჯიშოთ. თუ შეიძლება. ხო და რას ვამბობდი? აი აქ მარცხენა ზედა კუთხეში rectangle tool რო აწერია, მანდ არის მოკლედ სხვადასხვა ობიექტები სხვადასხვა ფორმის. ეს არის ყველაზე მარტივი მართკუთხედი, ასე ვთქვათ. მაგრამ თუ მოვიტანთ და აი რითაც ვაკლიკებთ მაუსზე, მაგას დიდი ხანი თუ დავაჭერთ, გამოისახება სხვადასხვა ფიგურები. პირველი უშუალოდ ეს რაც არის. ამას რო ავირჩევთ. ეს ხელით მარტივად შეგვიძლია რომ გავჩითოთ მართკუთხედი. როდესაც დავაჭერთ V-ს კლავიატურაზე ან აქ ავირჩევთ ეგრეთ წოდებულ selection tools, შეგვიძლია უკვე რომ ეს ვამოძრავოთ აქეთ იქით. აი ესე მარტივად. ან შევცვალოთ ფორმა, გავადიდო, დავაპატარავოთ. დავამოღამე რომ პირდაპირ ესე რომ ჩალიჩობ, ძალიან არაპროპორციულად იცვლება რა. რაც მაგარი ბანძობა არის. თუ გამოვარკვევე და თურმე shifts უნდა დავაჭიროთ, როცა აქ კუთხეში დავაჭერთ, მე shifts დავაჭიროთ და მე უკვე ზუსტად სიმეტრიულად იზრდება და მცირდება. კლავიატურაზე რო shift-ი არის, მაგაზეა საუბარი. აი shifts რო უშვებ ხელს, უკვე ესე ბანძურად იჩითება მოკლედ. კაი ეს ერთი. მეორე რა გვაქვს? მეორეც იგივე მართკუთხედი არის დაახლოებით, ოღონდ კუთხეები. ამას ხო ძალიან წაწვეტებული აქვს. ამას არ აქვს ეგრეთ წაწვეტებული. ოდნავ მომრგვალებული არის. ცივი იარაღებით არ არის მოკლედ. შესაბამისად ეს არის მეორე. W-ს დავაწაკით და შეგვიძლია უკვე ამის არჩევა. თუ რაღაც ძალიან მივზუმე, ძალიან გამოვზუმე და ნერვები გვეშლება, აი აგერ მარცხენა კუთხეში ამ სამუშაო სივრცის composition-ის fits რო დააწვევით და დავაწვევით, ავტომატურად უბრუნდება საწყის ეტაპზე. ესეც ჩვეულებრივი მომრგვალებულ კუთხიანი მართკუთხედი. შემდეგი არის Eclipse-ი. რა არის ეს? ხო. ოვალური რაგბის ბურთივით რაღაცა არის რა. შეგვიძლია. როგორც ვიდეოზე იყო, შეგვიძლია მიზუმა, მოზუმა, resize და ასე შემდეგ. Resize, ანუ ზომის შეცვლა. თუ shifts დავაჭერთ, ესე ძალიან მარტივად ზუსტ ზომებში პროპორციულად იზრდება და მცირდება. თუ არ დავაჭერთ, ესეც ესე შვება მოკლედ. შეგვიძლია რომ რაღაც ჩალიჩების მერე წრეწირადაც გადავაქციოთ. ესეც შემდეგი. ამის rotation-იც მე მგონი შეგვიძლია. ძალიან მარტივად. კი ბატონო. უნდა დავამოხამოთ რა.
თუ იმერა კუთხეში გააკეთებ ზომას იცვლის და თუ აიოდნავ მოწევა ესე დატრიალდება. ნუ რა თქმა უნდა ეს შეგვიძლია rotation tool-ითაც, რომელიც აქ არის. კარგით. რა არის შემდეგი? ისე მოვედით აქ. შემდეგი არის ხუთკუთხედი. რა საინტერესოა? ხუთკუთხედი, რომელიც შეიძლება რომ ვარსკვლავადაც გადაიქცეს. ამიტომ ეს სახლს გავს. და შემდეგი უკვე ვარსკვლავი. ანუ ეს არის საწყისი ფორმები, რომელიც ჩაშენებული, ასე ვთქვათ, უშუალოდ After Effects-ში. ხო, ყველა ერთად აირჩია. ძალიან კარგი. ეს უშუალოდ ვარსკვლავი. რომელსაც ვერ ვამოძრავებ. ნუ ყველა სწრაფად შეგვიძლია ერთდროულად. გაერთიანდა რა მაგარია. არა მარჯვენა ქვევით, კი არა და მარჯვენა მხარეს აი აქ შეგვიძლია სათიდაოდაც არჩევა. სხვადასხვა ლეიერებად არის შექმნილი მოკლედ. აი წაშლით შეგვიძლია. საინტერესო. აბა მარტო ეს თუ წაიშლება. ხო, მაგარია. ხო, რახან არ მინდა რომ გაერთიანებული იყოს ეს ყველა ერთად ესე არ მოძრაობდეს, ორჯერ დავაჭირი ამას და ძალიან მარტივად განცალკევდა მოკლედ. ნუ ეს არის ყველაზე საწყისი მომენტი, როდესაც რაღაც ობიექტი იქნება ძალიან მარტივი ობიექტები. ამას მე დაედება პატარა ანიმაცია. ეხა ხო ვითომ არაფერი არის. დაედება ესეთი ანიმაცია და უკვე სერიოზული ანიმაცია, უпростоად ეფექტი დაედება და სერიოზული ანიმაცია გაიჩნდება, როცა დასჭირდება ამას. შესაბამისად, new composition-ი და მარცხენა ზედა კუთხეში rectangle tool ეგრეთ წოდებული. ჩვენ შეგვიძლია რომ ეს შავი background-ი უეცრად გავაკროთ. აქ არის სადღაც აი ეს ვიყო. ამას რა დავაჭერთ, აღარ არის background-ი. ანუ შეგვიძლია გავარკვიოთ უშუალოდ ეს ერთი ობიექტი როგორ იმოძრავებს. ზოგს თეთრზე ურჩევნია რა ვიცი. თუ ისე გვინდა რომ დავუგნოთ, დავაჭერთ ამას. ეგ არის და ეგ.